პირველი ცივილიზაციები ერთდროულად რამდენიმე რეგიონში აღმოცენდა, თუმცა მათ ჰქონდათ ერთი საერთო გეოგრაფიული ფაქტორი და ეს ფაქტორი აერთიანებს ფაქტობრივად ამ ცივილიზაციებს, ეს არის დიდი მდინარეების ხეობებში, ანუ დიდი მდინარეების მიდამოებში დაიწყეს ადამიანებმა დასახლება და ჩვენ ვიცით მესოპოტამია, ნახევარმთვარე, ტიგროსი და ეფრატის მიდამოებში იყო ეგვიპტური ნილოსის ცივილიზაცია, ინდის ველი, სადაც ინდური ცივილიზაცია გაჩნდა და თავისთავად ჩინეთის ცივილიზაცია ხუანხე და იანძის გარშემო. ამ რეგიონის არჩევას თავისთავად განაპირობებდა ბუნებრივი პირობები, მაგალითად მესოპოტამია, რომელიც ნოყიერი ნახევარმთვარის სახელით არის ცნობილი, წარმოადგენს ნაყოფიერ მიწების ზოლს და ფაქტო ეს იყო ის ნოყიერი მთვარის სწორედ ამიტომ იწოდება, ანუ ეს მთებსა და უდაბნოებს შორის მოქცეული ზოლი იყო,